ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს დაცვის ხარის პოზიციას. გიორგი ახობაძის პირის მიდამოდან აიღეს ნერწყვის მასალა განზრახ მისი ნების საწინააღმდეგოდ, რომ გადაეტანათ აღნიშნულ ჩადებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე. ჩვენ კვლევა ჩატარებული ჰქონდა, დანიშნული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე და როგორც შესაფუთ მასალაზე, ასე ვთქვათ, ამ შესაფუთი მასალის გარედან არსებულ წებოვან ლენტებზე. ფაქტობრივად ორი ობიექტი იყო საკვლევი, წებოვანი ლენტები, რომელიც შემოკრული იყო შესაფუთ მასალას. სამხარაულის ექსპერტმა, ბიოლოგმა, ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ფარგლებში დაადგინა, რომ როგორც წებოვან ლენტებზე, ასევე ეგრეთ წოდებულ პოლიეთილენის პარკებზე არსებული ბიოლოგიური მასალა წარმოადგენს ნერწყვს. ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ ჩვენი პოზიცია, გიორგი ახობაძის პოზიცია, კერძოდ პირველ ეტაპზე, როდესაც მას ჩხრეკა ჩაუტარეს და ამოუღეს ეგრეთ წოდებული ჩადებული ნარკოტიკი, ჩხრეკა იყო შემდეგნაირად, გარდა ტანისამოსის დათვალიერებისა, გამომძიებლებმა პირში ღრმად გამოუსვეს ხელი და შესაბამისად ჩვენ პირველი პროცესიდანვე ვამტკიცებდით იმას, რომ თუ დნმ-ი ამოვიდოდა ჩამკეტ მასალაზე ან წებოვან ლენტებზე, ეს იქნებოდა აუცილებლად ნერწყვი. შესაბამისად იქნებოდა ხელოვნურად დატანილი გიორგის ბიოლოგიური მასალა, როგორც წებოვან ლენტზე, ასევე ჩამკეტ პოლიეთილენის პარკებზე. და აქედან გამომდინარე იყო სწორედ ჩვენს მიერ დასმული კითხვა ბიოლოგიური ექსპერტიზის მიმართ, რომ დაედგინა ბიოლოგიური მასალის სახეობა და ვინაიდან უკვე დღეს ხელში გვაქვს დასკვნა ექსპერტიზის სახით და ექსპერტმა დაადგინა ნათლად, რომ აღნიშნული ბიოლოგიური მასალა წარმოადგენს ნერწყვს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს დაცვის ხარის პოზიციას, რომ გიორგი ახობაძის პირის მიდამოდან აიღეს ნერწყვის მასალა განზრახ მისი ნების საწინააღმდეგოდ, რომ გადაეტანათ აღნიშნულ ჩადებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე. ჩვენი პოზიცია პირველი ეტაპიდანვე იყო ის, რომ დნმ-ი თუ კი დაჯდებოდა, იქნებოდა აუცილებლად ნერწყვი. ბიოლოგიური, ქიმიური რაიმე საექსპერტო ცოდნა არ ჭირდება იმას და იურისტებმა შეგვიძლია დავასკვნათ, არა ვარაუდით, არამედ ძალიან მაღალი ალბათობით, რომ ნერწყვი როგორც ბიოლოგიური მასალა თუ ადამიანი თვითონ ხელოვნურად არ განიზრახავ, რომ მოახვედრო ნერწყვი ამ მასალაზე, ფიზიკურად ვერ მოხდება, გამორიცხულია. ჩვენ ვითხოვთ აღნიშნული ექსპერტიზის დასაშვებად ცნობას სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.